ბავშვებთან ერთად ჩვენ ისევ გადასაღებ მოედანზე ვართ. ვეცდები დღეს უფრო მეტად შეგახედოთ იქ, სადაც მაყურებელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხვდება, გაჩვენოთ ის, რაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საბოლოოდ კადრში არ ჩანდა, გაგაცნოთ მსახიობები, ანუ ის ადამიანები, ვიზაც ფილმის წარმატება ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. მე ვარ, აი აკეთებია ჯუტას კითხვაზე. თამაშობ მამას, ერთგვარ ჩემ მეუღლე და ეს ბავშვები არიან აკეთკერო არიან ჩემი შვილები. ჩემ თავს ნამდვილად არ გავსიხარ, ცოტა მოუხერხებელი კაცია. ვერ ახერხებს რაღაცებს, სულ ჩამთა უვარდება, ეცემა, კარი ხდება, რაღაც ემართება ყოველთვის. ძალიან პერსონაჟია. ჩემ პერსონაჟს ქვია ეკა, არის 2 მხეცი და ცალკე ბავშვის დედა. პრინციპში მთელი ფილმის განმავლობაში ამ თავიდან მოცნობს, რომ ეს ბავშვები მიყაროს და დაუტოვოს ბაბუს და თავის საყვარელ რეზოსთან ერთად, რომელიც ცოტა რაღაცნაირი დაბდურა კაცია, წავიდეს და მაგრად დაისვენოს, რასაც საბოლოოდ გააკეთებს. ჩემი პერსონაჟი არის ნიკა, 9 წლის ძალიან ცალკეა, უზომოდ ცალკე. აი მართლა ვერ იტანს თავის დას. ჩემს გმირს ქვია ნია. ეს ცალკე უყვარს ტელეფონზე ლაპარაკი, ვერ იტანს თავის მას. უყვარს ცეკვა თამაში მოკლედ და ძალიან უყვარს თავის ძმის გაფრასება. არ უყვარს ბაბუასთან წასვლა. ბაბუას თამაშობ. ეხლა ცოტა გასაკვირიც კი ჩემი ასეთი კაცი რომ ბაბუას თამაშობს, ხო? ცოტა ახალგაზრდა ვარ, ვასახიერებ არქეოლოგს, რომელსაც აღმოაჩინა საოცარი განძი საქართველოს მიწაზე. ამ ფანტასტიკურ ფილმში თამაშობ კოლექციონერს, რომელიც არის ბოლოდ მოქმედი. ხოდა ეს ადამიანი ცდილობს რომ ეს კანონის გვერდზე ავლით და თრიოს თავისი მედალიონი და იქ ქირაობს ამ ფანტასტიკურ დეგენერატ ადამიანს. რუსკას და იმას რა ქვია. გრიგოლიus, რომელიც ინგას არის. ესე იგი მე ვარ ბონდო ფილმში, რა თქმა უნდა ბონდო მამაკაცის შავ ელასტიკებში, რომელიც ესე იგი ასრულებს გარკვეული მისია აქვს მედალიონი და მოიპოვოს და რაღაც ძალიან შარებშია, სულ შეშინებული და მეწყვილე ყავს ასევე გოგონა, რომელიც ეხმარება საკითხზე ახსენებაში. ჩვენ ვართ ესე იგი მძარცველები, რომლებიც რომლებსაც მედალიონი უნდა ჩაიგდონ ხელში და თუ როგორ ჩავიგდებთ ამ მედალიონს, ან ჩავიგდებთ თუ არა, ამას ნახავთ თქვენ მალე. ლაპარაკეთ, ჩაწერ, ზღვის გოშს დაელაპარაკეთ და გაიგებთ რა ხდება ამ ფილმში რა. ზღვის გოშს და ქალი შოქშია. მეზაზუნეების 9 კაციანი. აი ეს არ ამოჭრათ. აი სიმართლე დღეს მაინც